ის 30 ოქტომბერს იბრძოლებს სწორედ ნაძალადევის არჩევნების მოსაგებად, ვიდრე მე სოფოს მივესალმები, მანამდე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რა თქვა თამარ კორძაია, მან პირდაპირ თქვა, რომ კობან არჩემაშვილის და გიგი წერეთლის არჩევის შემთხვევაში პირადად ის აირჩევდა გიგი წერეთელს, ხოლო ნინო ბურჯანაძემ კი უკვე განაცხადა, რომ არჩევნებმა ქვეყანაში დაკარგა აზრი, ვინაიდან საოლქო კომისიებმა ყველაფრის გადახედვაზე მას უთხრეს უარი უპირდები ყველას. ამ არჩევნების შედეგები ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. ორი პარტიის პარლამენტში შესვლა და 6 კაცი ჩვენი არ შეშვება ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს სამართლიანობის პოვნის გარანტია. არჩევნები ქვეყანაში კარგავს ასეთ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ორი გზა, ან ავტოკრატია, ან რევოლუცია ამ არჩევანის წინაშე. პირადად ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ჩვენი საზოგადოება, ეს ნინო ბურჯანაძის განცხადებაა. სოფო, დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საინტერესო რესპონდენტი ხართ, შესაბამისად ველოდები თქვენგან საინტერესო პასუხებს. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო პირველ რიგში აი ამ ბოლო განცხადებით, რომელიც ეხა მე წავიკითხე. აზრი დაკარგა ქვეყანაში არჩევნებმა და ნინო ბურჯანაძის ეს განცხადება მინდა გავაგზელო. ამას ინანებთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ორი გზა დარჩა, ან ავტოკრატია, ან რევოლუცია. რას უპასუხებდით თქვენ ამ განცხადებას გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით? ინგა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მინდა გადავხადოთ თქვენს მაყურებელს, თქვენ პირადად. მადლობა თქვენ ასევე საინტერესო ჟურნალისტი ბრძანდები და დიდი სიამოვნებით ვარ ხოლმე თქვენთან ეთერში. პირველ ყოვლისა მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ძალიან დიდი მადლობა გადავხადოთ თითოეულ ჩვენს ამორჩეველს, რომელიც მობრძანდა პირველ ტურში, მოგცა ხმა, მისცა ხმა ქართულ ოცნებას, მისცა ხმა სოფო კილაძეს და მე მინდა დავარწმუნო ეს ადამიანები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მე პირადად და ჩვენი გუნდი მთლიანად იმისთვის, რომ ნახალოვკა ლოტკინი იყოს გაცილებით უფრო უკეთეს პირობებში, ვიდრე ის აქამდე იყო. ასევე მინდა, რა თქმა უნდა, მივმართო მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აუცილებლად მოვლენ მეორე ტურში, იმისათვის, რომ ქვეყანაში არ გამეფდეს ის უსამართლო ხელისუფლება, რომელი ხელისუფლებაც იყო და ჩვენი ქვეყანა წინ უნდა წავიდეს წინ განათლების რეფორმით, უნდა წავიდეს წინ ეკონომიკის განვითარებით და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებით, რომლებიც ჩვენ მიზნათა გვაქვს დასახული და არა იმ ჯალათობრივი სისტემით, რომელიც ახსოვს. მაგრამ ამ მეორე ტურში ვინც მოვა სოფო, რა გარანტია გაქვთ, რომ უკვე თქვენ მოგცემენ ხმას, აი გაბრაზებული მაგალითად პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, პარტიები, რომლებიც საფრთხეს ხედავენ თქვენს ხელში, თუ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. თამარ კორძაიამ 2 წუთის წინ თქვა, რომ არჩევანის შემთხვევაში იგი ნარჩემაშვილის წინააღმდეგ გიგი წერეთელს აირჩევდა. ანუ რა გაძლევთ თქვენ გამარჯვების გარანტიას? სიმართლე გითხრათ, იგივე თამარ კორძაიას მხრიდან არ მიგვერს მე მსგავსი განცხადება, იმიტომ რომ თამარ კორძაია იყო ჩემი წინამორბედი, ახლაც არის პრინციპში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი და ხალხში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება ამ ქალბატონის მიმართ, იმიტომ რომ ბიურო ფაქტობრივად არა აქვს მას. ანუ ის ფუნქცია, რაც მას ჰქონდა დავალებული, სწორედ მაჟორიტარობის კანდიდატობა, რაც მას ავალებს, უბრალოდ მაჟორიტარობის დეპუტატობა, რაც მას ავალებს, ეს არ შეასრულა მან და ხალხში არის ძალიან დიდი უკმაყოფილება. ამიტომ მსგავსი ადამიანების მხრიდან მე ძალიან არ მიკვირს, სიმართლე გითხრათ, ის განცხადებები, რომელსაც ისინი აკეთებენ, იმიტომ რომ თუ ადამიანმა თავისი ფუნქცია არის, ის არ აქვს გათავისებული და პირნათლად არასრულებს თავის მოვალეობას, შესაბამისად ის რომ კობან არჩემაშვილი უნდა ერჩიოს თუ გიგი წერეთელი, რა თქმა უნდა გიგი წერეთლის შესაბამისად გააკეთებს თავის არჩევას ასეთი ადამიანი, იმიტომ რომ ის პასუხისმგებლობა, რასაც მას აკისრებს ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტი იქნება აღმასრულებელი თუ სასამართლო სისტემა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის და თუ ამას თქვათ ვერ ისიგრძე განებს ადამიანი, ისეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მაგალითად გიგი წერეთლის არჩევა, თავისთავად თქვათ არ არის გასაკვირი ასეთი არა, ამაში უკვე მე ჩავაკოლებ შეკითხვა, ანუ რომ შეიძლება თუ არა რომ თქვენს წინააღმდეგ უკვე გაერთიანდეს ყველა ის პარტია, ნინო ბურჯანაძე მე ხლა თქვა საერთოდ ინანებთ ამ ყველაფერს, ანუ უცებ აღმოჩნდეს, რომ ხმები მოგროვდა ოცნების წინააღმდეგ ამ მეორე ტურში. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი
არაერთნებიანი პარტია, არ აქვს მნიშვნელობა მას აქვს ხალხის მხრიდან მხარდაჭერა, შესაბამისი თუ არ აქვს ხალხის მხრიდან მხარდაჭერა, არ შეიძლება ხმას აძლევდეს ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ეს არის ძალადობრივი პარტია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომლის სახელთან არის დაკავშირებული და რომლის მმართველობასთან არის დაკავშირებული ადამიანების წამება, ადამიანების გაუპატიურება, ცემა, რომლის სახელთან არის დაკავშირებული ბიზნესზე რეკეტი, წნეხი სერიოზული თვალთვალი ადამიანებზე. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც არც ერთი ჩვენგანი არ იყო დაცული სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისგან და სახელმწიფოს ჰქონდა, ასე ვთქვათ, სრული კარტ ბლანში. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ თვითონ ხელისუფლება იყო ჯალათობრივი, თვითონ ხელისუფლება იყო დანაშაულებრივი. ანუ პარტიის პრობლემა არის, აქ თვითონ ნაციონალური მოძრაობის პრობლემა არის და არ არის ვთქვათ უმრავლესობის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები, სადაც ჩვეულებრივად უმრავლესობით არიან ხელისუფლებაში კონკრეტული პარტიები და ისინი მსგავს რაღაცას არ აკეთებენ თავისი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ აქ არის არჩევანი ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის იგივე არჩევანი, ეს არის ქვეყნის წინსვლა, რომელსაც უკავშირდება სწორედ ქართული ოცნება და ქვეყნის უკანსვლა, რომელსაც უკავშირდება ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი საზოგადოება გააკეთებს სწორ არჩევანს. არ შეიძლება დღეს ქართულმა საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭიროს ნაციონალურ მოძრაობას. კი, მაგრამ ეს თქვენმა ყოფილმა პარტნიორებმა თქვენს და ბუნებრივად გისვამდით მე ამ კითხვას. აი თქვენ ამბობდით, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფოსგან სრულიად დაუცველი ადამიანებიო, სულ ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარია საუბრობდა უკვე თქვენი ხელისუფლების პირობებში დაუცველ ადამიანებზე ძალადობა, რომელიც არჩევნების დროს განხორციელდა. მაგალითად, მან დასვა კითხვა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სად გაქრა ეს დაწყებული საქმეები, აღძრული საქმეები, გამოძიება და ასე შემდეგ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ხელისუფლების დროს მთლიანად დაცულია ადამიანის უფლებები, დაცულები არიან ადამიანები. აი რა სიტყვით უნდაც ელენეს ამ განცხადებაზე, მაგალითად ფარული ჩანაწერები. ისე მოხვედით მეორე ვადით ოცნება ხელისუფლებაში, ჩვენ ვერ ვნახეთ როგორ გაგრძელდა ეს საქმე. მოგახსენებთ ინგა მაგასთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი პასუხი. ქალბატონი ელენე ისე საუბრობდა, თითქოს ნაციონალური მოძრაობა თავად სათნოების განსახიერება იყოს. თითქოს ეს არ იყოს ის ხელისუფლება, რომელიც თვითონ უთვალთვალებდა ხალხს და თვითონ უვარდებოდა საძინებელ ოთახებში ადამიანებს და არც ერთი ჩვენგანი კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ იყო დაცული ამ საშინელებისგან. ეს სწორედ ის ხელისუფლება არის და ეხლა გამოდის ისე, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის წევრობა, როგორც პარტიის წევრობა იყოს რაღაც ინდულგენცია დანაშაულთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაიდენს დანაშაულს, დანაშაული თუ ჩაიდინა კონკრეტულმა ადამიანმა, უნდა დადგეს მის მიმართ კონკრეტული სისხლისამართლის პასუხისგებლობა და ის რომ ის ამა თუ იმ პარტიის წევრი არის, ეს არ უნდა იყოს ინდულგენცია ამ კონკრეტული დანაშაულისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, ჩვენ გვახსოვს იგივე ხუთშის ტერაქტი, იგივე სხვა უამრავი თემა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, დირიჟორობით არის შექმნილი. ეს თემები და ეს ხალხის ტერორს და ხალხის დაშანტაჟებას ემსახურებოდა მიზნად ძალიან ბევრი მიზეზის გამო და სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა პოლიტიკური ნიშნით დევნა კი არ არის, არამედ კონკრეტული დანაშაულის გამოვლენა და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემასთან არის დაკავშირებული. კონკრეტულად რა შედეგს ადებს გამოძიება, ეს ცალკე თემა არის, რა თქმა უნდა და ამას უნდა დაველოდოთ გამოძიებას, უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო განაჩენი სხვადასხვა პირების მიმართ, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების მიმართ არის დამდგარი იგივე მერაბიშვილის საქმეზე, ახალაიას საქმეზე, იგივე ვთქვათ ადეიშვილზე, სააკაშვილზე და სხვებზე, რომლებიც იყვნენ შემოქმედები ამ ყველაფრის, თუმცა ის რომ ეხლა ჩვენ საზოგადოება ძალიან კარგად მოიხსენება და არავის ეჭვი არ უჩნდება, მე მგონი გარდა თვითონ ნაციონალური მოძრაობისა, რომელმაც რა თქმა უნდა ესე უნდა ილაპარაკოს თითქოს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები არიან, რა თქმა უნდა არავის ეჭვი არ ეპარება იმასთან დაკავშირებით თუ რა საშინელებები და ეხლაც გადანაშაულებენ სოფო თქვენს გუნდს რეპრესიებში, მე მხედველობაში მაქვს თუნდაც ის რომ ამ წუთებში სუში იკითხებიან თავისუფალი ზონელები, ჩვენ მოვისმინეთ გიავოლსკის განცხადება, იგი პირდაპირ საუბრობს
ამბობს იმაზე, რომ უმრავლესობის ლიდერის მოსაზრებით სააკაშვილის რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო დიდი არეულობა, რომლის ასევე ნაწილი იყო გივით არგამაძის მანქანის აფეთქება. ანუ ყველაფერი ერთ კონტექსტში ექცევა თითქოს ამ 315 მუხლის შიგნით და ამ დროს თქვენი მთავარი ოპონენტები მთავარს ვამბობ, იმიტომ რომ შედეგების მიხედვით ეს უკვე ოფიციალურად ასეა, ამბობენ რომ ხელისუფლება ახორციელებს რეპრესიებს განსაკუთრებით მეორე ტურის წინ. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ რომ იგივეს ფიქრობთ, რასაც ვოლსკი, რომ მაგალითად სააკაშვილის გეგმა შეიძლებოდა ყოფილიყო გივით არგამაძის მანქანის აფეთქება? მე აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, და პირიქით მაქვს ჩემი ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვენთან წინა ეთერშიც ამის შესახებ ვისაუბრე. აი, რაზეც საუბრობდა ბატონი გია ვოლსკი, რომ ეს ძალიან დიდი ალბათობით შესაძლებელია იყოს სწორედ იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული ქონდა ნაციონალურ მოძრაობას. თქვენ თვითონ ბრძანეთ აი ამ ეთერში, ქალბატონ ხოშტარიას უთხარით, რომ ისინი, ასე ვთქვათ, მუდმივად აანონსებდნენ, რომ თითქოს ისინი მოდიოდნენ უმრავლესობით ხელისუფლებაში და სხვა ზუსტად იცოდნენ, რომ მათ ამის შანსი არ ქონდათ, ზუსტად იციან ის, რომ ქართული საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის აი ესეთ თარეშს ქვეყანაში არ დაუშვებს და სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ თითქოს ჩაგრულის მანტია მოისხან და თითქოს დაანახონ ხალხს, რომ აი ისინი დაჩაგრულები არიან, ერთადერთი ვის ინტერესში შედის ზოგადად ქვეყანაში არეულობა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ძალები, პოლიტიკური ძალები იქნება ეს თუ არაპოლიტიკური ძალები. ერთადერთი, იმიტომ რომ ქართული ოცნება თქვენ თვითონ თავად ამბობთ, რომ არის ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში და ჩვენ ანუ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ჩვენ გვინდოდეს რაიმე ტიპის არეულობა ქვეყანაში. ისედაც თვითონ ხელისუფლებას საუბარი ამ დაგეგმილ არეულობაზე, რაღაც აფეთქებაზე, რომელიც შეიძლებოდა სააკაშვილის გეგმის ნაწილი ყოფილიყო და ყველაფერი ეს ხომ არ აწყობს ამ მეორე ტურის წინ. ეს არის ის კითხვა, რომელიც თქვენი ოპონენტების ბრალდებებიდან გამომდინარე დაგისვით მე. იმისთვის რომ კიდევ ერთხელ საფრთხობელა გააკეთონ მეორე ტურის წინ, რომ აი ისინი გეგმავენ მობრუნებას, აი ისინი გეგმავენ არეულობას და ასე შემდეგ. პირიქით, ქალბატონო ინგა, ეს არის პირიქით, იქედან გამომდინარე, რომ ხალხმა და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ეს არის ძალიან მშვიდობიანი ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირიქით დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს უზენაეს პრინციპებს იცავს, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან, რომელიც სწორედ ასოცირდება ჯალათებთან, რომელიც სწორედ ასოცირდება არეულობასთან, თვალთვალთან, შანტაჟთან, ტერაქტებთან და სხვა უამრავ საზიზღრობასთან, რის გამოც ამ მოძრაობას ქართულმა ხალხმა უარი უთხრა 2012 წელს და ამ არჩევნებზე სხვათა შორის ქართულმა ხალხმა უთხრა უარი გარდა მცირე ნაწილისა, რომლებიც მუდმივად მოდიან არჩევნებზე და მუდმივად აძლევენ ხმას ნაციონალურ მოძრაობას. და აქედან გამომდინარე, ვიცით რა, ქართული ოცნების მშვიდი ბუნება, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისაგან. ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ძალიან დიდი ამბიცია აქვს იმისა, რომ მოვიდეს ისევ ხელისუფლებაში, სწორედ ნაციონალურ მოძრაობას აწყობს და მისი ბუნებაც არის ძალადობა. განსხვავებით ქართული ოცნებისგან, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ბუნება არის ძალადობა, რაც არაერთხელ ვიხილეთ დაწყებული გირგვლიანიდან, დამთავრებული 2012 წლის არჩევნებით და პლუს აი ამ ტერაქტებით, ეხლა ტერაქტები კი არა, უბრალოდ აი ამ აფეთქებებით, რაც მოხდა, ასე ვთქვათ, სწორედ უკავშირდება ნაციონალურ მოძრაობას და არა ქართულ ოცნებას. ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ამ მეორე ტურმაც მშვიდობიანად ჩაიაროს, რაც შეეხება კონკრეტული დანაშაულების პრევენციას, ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც დანაშაული საერთოდ არ ხდება. მადლობა, სოფო, ერთი წუთი დამჭა მე ზუსტად და ერთი კითხვა უნდა მოვასწრო თქვენთან. დიახ, ერთი წუთი დამჭა მე თქვენთან და ერთი კითხვა მინდა რომ მოვასწრო. ამ 315 მუხლით აღძრული საქმის კვალდაკვალ უნდა დაგისვათ ეს კითხვა. ველოდოთ თუ არა, რომ ამ საქმის გამოძიების შემდეგ არც თუ ისე შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს დაპატიმრებები, გულისხმობ ნაციონალური მოძრაობის წევრთა დაპატიმრებას. ანუ იმიტომ რომ დაუსრულებელი საუბრები და დღეს აი თქვენც იგივეს ამბობთ, გია ვოლსკის განცხადება, ანუ რომ სააკაშვილის გეგმაში შედიოდა არეულობა, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ველოდოთ რომ შეიძლება დაიწყოს მათი დაპატიმრებები, ვიღაცის, არ ვიცი ვის.
მე ვერ მოგახსენებ ზუსტ პასუხს, რა თქმა უნდა, ამაზე. იქედან გამომდინარე, რომ ეს არ არის ჩემი ფუნქცია, გადავწყვიტო კონკრეტული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს თუ არა. ეს არის შესაბამისი ორგანოების ფუნქცია და დარწმუნებული რომ ისინი თავს გაართმევენ ღირსეულად, ისევე როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში, ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, ჩვენი სამართალდამცველების სტრუქტურები ძალიან კარგად მუშაობენ, გამართულად მუშაობენ და ძალიან სწრაფი რეაგირება მოხდა კიდეც გივით არგამაძის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვთვლი პირადად როგორც იურისტი, რადგან ყველა კანონის წინაშე თანასწორი არის, თუ გამოიკვეთება კონკრეტული დანაშაულის ნიშნები კონკრეტულ პირებთან მიმართებით, აუცილებლად უნდა მოხდეს კონკრეტული პირების დაკავება. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წევრია ის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პარტიის წევრობა არ შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანებისათვის ინდულგენცია. დანარჩენი სამართალდამცველმა სტრუქტურებმა სასამართლომ უკეთესად იცის და ისინი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ საქმეს ბოლომდე მიიღო. მადლობა სოფო, მე მინდა გისურვოთ წარმატება 30 ოქტომბრისთვის დაგეგმილ მეორე ტურში. ნახოთ რა შედეგს დადებს ქართული ოცნება და აიღებს თუ არა ხელში უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტებს. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ. სოფო კილაძე ნაძალადევში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც წინ